გონიოელი მეთევზეების შესაძლოა ეგრეთ წოდებული ბალაგნების გარეშე დარჩნენ საფრთხის წინაშე მეთევზეები მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთ-ერთ ბიზნესმენს სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. რატომ არ გაითვალისწინეს სამინისტროში მეთევზეთა მდგომარეობა და ინტერესები კითხვაზე პასუხი უწყებისაგან ვერ მივიღეთ. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ დღეს უქმე დღეა, შესაბამისად მეთევზეთა პრობლემაზე საუბარი არავის შეუძლია. შესაძლოა ამ ტერიტორიაზე განთავსებული ათეულობით ეგრეთ წოდებული მეთევზეთა ბალაგანი ახლო მომავალში დაინგრეს და მათ ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. მეთევზეთა თქმით, ტერიტორია სახელმწიფომ 2012 წელს ისე გაასხვისა, რომ მათი პოზიცია არ გაუთვალისწინებია. გონიოელები შიშობენ, რომ მათი კუთვნილი ბალაგნების იგივე ელენგების დემონტაჟის შემთხვევაში შემოსავლის ერთადერთ წყაროს დაკარგავენ. ბალაგნები გაფორმებაში არ მოგწეს, რომ დროებით სარგებლობაშიაო. თხოვთ ან ინვესტორს ან მთავრობას, რომ ესე იგი მოგწეს საშუალება სადმე ან აგვიშენონ, რომ ესე იგი 18-20 ნავია და ერთ ნავზე 5-6 კაცი შრომობს და რაღაც ურის ფული მიაყვან ოჯახებში და ასე როგორ შეიძლება ასეთი ხალხის შეზღუდვა. საფრთხეს მე ვხედავ ბალაგნების აწევას. იყიდეს ერთლარად, რომელიც ხალხს არ შეეკითხენ. ეს უნდა ჯერეთ ხალხზე უნდა შეკითხებულიყოს, აქ დიდი დრო არის. 150 წლისა აქ ბალაგნები იდგა. და ეს ხალხის არის. 21 ბალაგანი არის. ყველა საფრთხეში არის. ყველას ლუკმაპური მიაქვს სახში. ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაციის რეკომენდაციით მთავრობამ და ინვესტორმა გონიოელებს ალტერნატიული წინადადება უნდა შესთავაზონ. დავით ბაგრატიონი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს მეთევზეთათვის თანამედროვე სტანდარტების ერთიანი ელენგას შექმნაში ხედავს. ტრადიციულ მეთევზეებსაც და ჩვენ ასოციაციასაც გვაქვს ალტერნატივა, ანუ შეთავაზება როგორც სახელმწიფოზე, ასევე კერძო ინვესტორზე, რომ მოხდეს ერთი დიდი ბალაგნის ეგრეთ წოდებული ელენგის აშენება ევროსტანდარტებზე, სადაც ისინი უკვე სექციებად ჩინგით დაყოფენ თავიანთ ბრიგადებს. ან არის მეორე ალტერნატივა, ეგრეთ წოდებული პატარა ჭოროხის შესართავი, სადაც შესაძლებელი არის გაკეთდეს ნავსაყუდელი, სადაც ყველა ბრიგადა თავს მოუყრის ერთიანად, ექნებათ დაცული ადგილი. ის როგორც ექნება, ასევე ექნება მას ტურისტული განვითარების კუთხით ძალიან კარგი პერსპექტივა. ტერიტორია, სადაც გონიოელ მეთევზეებს დღეს ელენგები აქვთ მოწყობილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წელს სიმბოლურ ფასად ერთლარად გაასხვისა. რატომ არ გაითვალისწინეს უწყებაში მეთევზეთა ინტერესები, სამინისტროში დღეს საუბარი არ ისურვეს. ჩვენ სატელეფონო ზარებს დღეს ტერიტორიის მფლობელ კომპანიაში არ უპასუხეს.